ჩემი ვიხთ. ეხლა მე პირველად. დრო მოდის, დამშვიდი შვილო. არა. იმედი აქედან არ გადახტებიან მეგობრებო. მერე კიდე პრობლემები არ შეგვექმნას. მოდი ნახე ისიც ავიღო დიაბლოსთვის. რომეო, რას აკეთებ, რომეო? ლამაზია ჩემი, ლამაზი. ლომო, ბიჭი ხარ ჩემი, ოჩახ შენ. გაიცი, ერთი გავიარო. ძმაო, დიაბლოს გასეინებაზეც ბევრს ეკითხება, კაცი. ისეთი ძლიერია, ძალიან კაჩავს. სულს მიხდის მე კიდე. ის ლომი დიდი ხანია უკანა პლანზე დარჩა, დიაბლო. უჩარი, მოდი ისევ გამოვიყვანოთ ასპარეზზე. შილა. შენ რას აკეთებ, შილო? შილაც უნდა მიავა და წაიყვან. ამას ვერ ვაბამ. ყველას ესხმის თავს, მეგობრებო, ხო იცით? განსაკუთრებით თუ თავის სუს ძაღლს დაინახავს. შილა მაშინ პირდაპირ ესხმის თავს. ამ საკითხში ძალიან ფსიქოპატია. ყოველ შემთხვევაში, ეხლა რაც ვიყიდე გალია, დიდი, ანუ საკმაოდ დიდია. აქ ცოტა უფრო კომფორტულადაც არის. ამიტომ ვერ ვაბამ გარეთ. რა იცი რა მოხდება? შეიძლება მივარდება ხოლმე დიაბლო. ტაისონ გვერდით არ წახვიდე, მის გვერდით არ წახვიდე. დაიცადა ერთი. ნახე, ბაქის ფეხიც გამოჯამფელდა, ა? აღარაფერი დარჩა. ჩემი ვაჟკაცი, მოდი. ნელა შვილო, ნელა, დიაბლო. ძმაო, ძალიან ცუდი რაღაცაა. ძალა აქვს ამაში, არაჩვეულებრივი. რომ მოკაჩავს, იცი? მოდი ეკრანის გვერდით მივიდე. კარგი, ტაისი, დამშვიდი, ტაისონი ისევ აჟიტირდა. აჟი ტაისონის. მიყვარხარ. ჰოპ. ჰექტორი ისევ აიშალა. ჰოპ. ჰოპ. ჰექტორ. ეხა ნახე, ჰექტორ დიაბლოს ისე არ ესხმის თავს როგორც ბიძას, იცი რატო? ამ დიაბლოს ადრე უთხარი კიდეც. ჰექტორი მეგობარია. ერთმანეთს იცნობენ იქიდან, სადაც ადრე ცხოვრობდნენ. ორივენი ადრე ერთი ეზოდან არიან მოსული, იმიტომ. ამიტომ ნახე, დიაბლომ არაფერი უთხრა მას. წინა ჯერზეს დიაბლოს დაესხა თავს. მოდი ნახე, იზაბელისთანაც მივიდეთ. იზაბელი ელი თითქოს აპირებს მასზე შეტევას. ნახე, იზაბელი. შვილო, დამშვიდი. მოდი დიაბლო. ასე დაკნოსე, ჰეი. ჰუპ, ჰუპ, ჰუპ. იზაბელი, შენი თავი დიაბლოს სპინზე პატარაა, შვილო. ჭკვიანია. ჭკვიანია საყვალება. კარდი გაჩერდა, დამშვიდდა. მოდი რეინაც გვერდით დაიყენე. რეინაა, ხო? ბოლოს რო გავაცანით. დიაბლოს დაესხა თავს. ასე მახსოვს მე. აი ზემოდან ადის უკვე. რეინას დიაბლო მოეწონა, შვილო. ჭკვიანი გოგო ხარ, შვილო. დაიცადე, დამშვიდი. რეინა როგორ თამაშობს? მოდი ახლა რეინასთან მივიდეთ. რეინა, გაიქეცი, შვილო. ჰუპ. დაიცადე, შვილო, დაიცადე, შვილო, დაიცადე, შვილო. არის ბიჭო. მარლამაც ფალი ბიძას დაადგა, ბიძას თავთან დგას და ელოდება, ნახე რა. ჰუპ. ეხლა დიაბლოს უყურე. კარგი, ეხლა რაღაცას ვიტყვი. ჰუპ. ჰუპ. ადექი, ეხლა არაფერი თქვა ვიტყვი. მაშალა, ძაღლების დამშვიდნენ, ა? ფიცით გეუბნებით, დამშვიდნენ. არც ბიძია უთქვამთ, არც დიაბლოსთან მეგობრებოდ. ტაისონ, გაიქეცი, შვილო. მოდი ეხლა 100-ასთან მივიდეთ ერთხელ. მირანი. გოგო, შენს გაიცანი დიაბლო. ლეოც ძალიან სასაცილოა. ამ ლეოს გარეგნობა მაგრად მაცინებს, მეგობრებო. ლეო, ჩემო ლომო ბიჭო. ცოტა გაიზარდე და შენც ასე გაასეინებ, კარგი? მოდი დიაბლო, მოდი. ეხლა ჯერ აქედან მოვაკნოსოთ ერთმანეთს, მეგობრებო. ჯერ ბადიდან ერთმანეთი დაკნოსონ. შემდეგ უკვე გავუშვებ. აქ მე დიაბლოზე კი არა, 100-აზე ვერ ვენდობ. კარგი ძმაო. აიზის. დიდარო შენზე მოუკვე. ეხლა უშვებ, მოდი ნახე. 1, 2, 3, ადიშო. ჩვენი გარიგება დალოცვილი იყოს. კარგი, ეხლა ისინი კნოსავენ ერთმანეთს. იცი რატო ვენდობი 100-ას? 100-ა მოულოდნელად ესხმის თავს, მეგობრებო. ამიტომ 100-ას ბოლომდე ვერ ვენდობ. თავდაპირველად როცა მოვიდა, მამ ზაღრებზეც კი ცდილობდა დომინირებას. ეხლა ცოტა დამშვიდდა. ახე, ძმაო.
ეი, გაჩერდი. ნახე, ჩხუბი დაიწყო და ინახე. პატარა ჩხუბი დაიწყეს. 100-ამ კბილი გახკრა, ნახე. მე ხო გითხარით, მაგრამ ნახეთ. დიაბლომ არ უპასუხა 100-ას. პატარა. მაგრამ 100-ასაც ვერ გამოიცნობ რა გააკეთებ. ზუსტად ვერ ხვდები. ვერც მაქნას არ იჩხუბონ. ნახე 100-ა უკვე შენ შეჩერებას იწვევს. დამშვიდი შვილო. ეს მაშინ იყო როცა ინცინა ღობესთან იყვნენ მიბულები. დიაბლოსთან ორივე მიჩხუბა მეგობრებო. უი. მიდი ეს ნება დართო. გაჩერდი შვილო, გაჩერდი. ფრთხილად, მოდი აქ. დაიმახსოვრეს, თუ არ დაიმახსოვრეს, პრობლემას უშეგვიქნი კაცო. გაჩერდი. გადადი. დაიცადე. უი. 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 თუ სუნი არევეო. 100-ას შეხედე ბიჭო. მაგრამ იცოდეთ, დიაბლო არ ესხმის. იცის დიაბლო როგორია? ზუძაღლი თავს იფასებს. ეს მაგალითი არ არის. თავით კივა, ნუ აკეთებ ამას. როცა მამრი აძალებს, სწორედ მაშინ უტყამს მას ძუ. გააცნობიერე. ანუ ის მამრი იქ მასზე არ ესხმის. მაგრამ 100-ა იმდენად ძლიერია, რომ თვითონ უზარმაზარი დიაბლოც კი წააქცია. ანუ ნახეთ. იქ დიაბლო საკმაოდ დიდია. მაგრამ დიაბლო უნდა დაესხას მას, მაგრამ საერთოდ არ ესხმის. მართლა რომ უნდა შეტევა, მაშინ იჩხუბებდნენ, მაშინ დაშორდებოდნენ. ეს უბრალოდ კეკმუცობაა. ასე ვთქვათ, კეკმუცობა. მაგრამ 100-ა ერთ გული გამოდდა. ნახე, ესე იგი ის მამრი თავისიანად მიიღო. ნახეთ? სხვა ხვაც არ უშვებს, ნახე, მასზე ბრაზობს. კიდე ცოტა დავაკვირდეთ. მოვი. დიაბლო როგორ გააფთრდა რა? დაიცადე, დაიცადე. მოდი. არა, გოგედობა არ იქნება. 100-ა სიტყვას უკან ვიღებ შვილო. ამჯერად შენ, არ გააკეთე. ნახე ბრაზობს. ნახე. დიაბლოს თვალები ასე გაუფართოვდა როგორც ფანტაჟის. ნახე, აი ესე. მოდი ასლან. მოდი შვილო, მოდი. სათაური, ასლანს ჯერ კიდე ხურობა არ დაუმთავრებია, ნებას ხთავს. ჯერ კიდე ხურობა არ დაუმთავრებია, მეგობრებო. არა, დამთავრდა. ვერ გავიგე ძმაო, ხან ნებას ხთავ, ხან არა, გოგო. რას აკეთებ, გაუგებარია. მაგრამ რა თქმა უნდა, კიდევ არის ის ახალი გაცნობის ამბავიც. მოდი. მეც ინტერესით ვაგურდები რა მე მოხდება თუ არა. ისინი ნენელა ერთმანეთს ეჩვევიან. კარგი, აქ უფროსი ხარ, მამა. დამშვიდი, შვილო, დამშვიდი. ჩემი ასლანი ხარ, დამშვიდი. მოდი აქ, მოდი. მოდი, რატო ყვირი? ეი, რატო ყვირი, შვილო? ჩემი სიმპათიური ხარ. მოდი, დამშვიდი ცოტა. მართლა, როგორც ხედავთ, რეაქცია ესეთია ახლა. 100-ა რადგან ხურაობს. დიაბლოს მის თავდასხმაზე არაფერი უთქვამს, სხვა დროსო ყოფილიყო, აუცილებლად იტყო და რადგან აქ ხურაობაში მყოფ ძუს დასდევს. ხვადი თითქოს თავის თავს უკანა პლანზე აყენებს. ამიტომაც ისევ არ უნდა გადავაჭარბოთ საზღვრებს. ეხლა ასლანის შეიზღუდება. დიაბლო აიქოქება. ამჯერად მართლა ერთმანეთს დაერფლანეს დაერევია. ორივე ძალიან ძლიერი ძაღლია. ამჯერად გაშველება ძალიან გამიჭირდება, მეგობრებო. იმიტომ რომ ვიცით, დიაბლოს რა ძლიერი ხმავს. როცა კბილით ეკიდება, მაგრად უჭას. ძალიან მაგრად კეტოს, ანუ. ვინ იცის რა მოხდება? ვერაფერს ვერ ბედავს დიაბლოსთან. ჰეი, ნახე? არა. ბაბუ, მოდი. ბაბუ, მოდი. არა, დიაბლო. მოდი. ძმაო, რეინაც იქ იყო, ბაბუასაც დაესხათავს, კარგი იყო. გაანებე, კაცო. ეხლა შეჯვარებას არ უშვებ, მეგობრებო. ნახოს. სინამდვილეში მე ბიჭი ვარ. არა ის, ვისაც პირზე წაუშვეს. სინამდვილეში არა ის, ვისაც წაუშვეს.
მაგრამ ნახე ახლა, დიაბლოს სულ თქვა ძალიან კარგია, ნახე ადრე. შვილო, გაჩუმდი, წადი. ადრე ორჯერო გარბოდა, სული ეწულებოდა ცხოველს. ნახე ახლა რამდენს გარბის. ალბათ ნახევარი საათი გავიდა გარეთ. აკაც თელი ძალით იხარჯება, ნახე ახლა სულ თქვა შესანიშნავია. უნდა დაგვესუსტებინა ცოტა. კარგად მოიყვანა თავი წასრიგში. ცოტა უკეთესად გახდა. ნახეთ, დაინახეთ, ენერგია დაუბრუნდა ცხოველს. ადრე ვეღარ დგებოდა ფერზე, სულ თქვა უჩისდა. ეხლა სპეციალურად არ ვეხები, მეგობრებო. დომინანტობისთვის იბრძვია. გაიგეთ? ამიტომ არ ვერევი, ანუ. ახლავე გავაცავკევთ. ამის დასასრული კარგი არ არის. ამის დასასრული კარგი არ არის. იმიტომ რომ დიაბლო ცოტა ზვარცდება. აქ არ უნდა ჩავერიო. მაგალითად თუ აქ ჩავერე, ვიცით რა მოხდება? ვერე ვიცით რა მოხდება. დიაბლოს ჩემგან ბიძგს მიირებს და მას დაესხმება. გააცნობიერეთ, რომ არ დაიშალოს ნაზნი დიაბლოს ამას ეგუება. ამიტომაც არ ამბობს არაფერს. მაგრამ დიაბლოს პატარა პირი დაუზიანდა, მეგობრებო. ამიტომ მოდით გამოვიყვანოთ ის 100-ია პატიოსანია, ულოცავ ჩვენს გოგოს, ბიძია მიიჩემა და სხვა არც ერთ მამს ახლოს არ აკარებს. ხედავთ ხო? მოიცავ ნახო. დიაბლოს გონება ჯერ კიდევ იქაა, მაგრამ მარტო ის არის. მის საყელოზე ეს ადგილი გაახია, შეშლილია. კბილი არ ჩაუთხამს, ნაგბენი არაფერია, ნახე? ეს საერთოდ არ უკბენია. ანუ, როგორც შენ ამბობ, ისინი აქ ნამდვილი ჩხუბი არ ქონიათ. ალბათ დიაბლომ თავისი ენა იქბინა, არ ვიცი რა ქნა. მაგრამ ძაღლებში ეს ხდება, ეს ჭყილობაა. ანუ 100-ია საერთოდ არ დაუზიანებია ის. ნახე, ხელზე იმ ადგილს ვეხები, სადაც თითქოს უკბინა, მაგრამ უბრალოდ ასე უთხრამს თითქოს კბენს, მაგრამ არ კბენს, უბრალოდ აწვება, ანუ დომინირებს მასზე, გაიგეთ? დიაბლო ამას ეგუება, რადგან ის მდედრია, მოდი. თუ მამრი ძაღლი ყოფილიყო, ესეც სურათს ვერ ნახავდი. თუ პირდაპირ მამრი ძაღლი იქნებოდა, დაგაჩავდა. მოდი. ადამიანი ვარ, შვიდი ვარ, შენ შემთხვევით მოხვედი. ვაიმე, რომეო დამავიწყდა მე. მართლა იმდენად პატარაა. ისიც დამავიწყდა, მეთქვა დამიფაროს. ისინი ერთმანეთს ეჭიდებიან, პრობლემა არ აქვს. მოდი ნახე დიაბლო. ძმაო, დიაბლო 100-ია საეკვია და მოსვლა არ უნდა. მოდი პაშა, მოდი ჩაკეტა. ცხალი დალია, რაც გინდა დალია. მოდი, მოდუმდი ცოტა, მოდი. ეხლა მის გალიაში ჩავსვარო მეგობრებთან იყოს. გალიაში გადავიდეს. მარლას გონება დიაბლოსთანაა, ნახე. ნეტავეს დარობა არ ყოფილიყო. ასეთი შემთხვევა რო არ ქონოდა, ორივეს რო შევაწმილებდი, იცი რა იქნებოდა? ძმაო, ორივესგან გიჟი შვილები გვეყოლებოდა. ძმაო, ორივე ხარისხიანია რა, სუფთა სისხლისანი არიან ერთმანეთს. ეს ამბავი, ეს დარობის ამბავი, ამჯერად მარკლა გულზე მომხდა, როგორ შეგვემთხვა ასეთი უიღბლობა. კარგი იყოს, შემდეგისთვის მოდით ეს. მოდით მამრი იქიდან წამოვიყვანოთ. არ ვიცვი, თელი გუნდი უკან დამყვება შეხედე მაგათ. მომდევნო ჯოზაც. 100-ას გვერდით ჰექტორი დავაკენო, მეგობრებო, რასებო, რა სიტყვით. თქვენ როგორ ფიქრობთ? 100-ია თუ ჰექტორს იგივეს გაუკეთებს. ჰექტორი რას იზამს? კომენტარებში დაწერეთ, ძალიან მაინტერესებს. თუ გინდათ შემდეგ ჯერზე მასაც გადავიდებ. 100-ას გვერდით. ჰექტორი დავაკენოთ. ნახოთ 100-ია იგივე რეაქციას აჩვენებს თუ არა. მაგალითად, აქ ჰადესი რო იყოს, წარმოიდგინეთ მის ადგილას. ჰადესი დიაბლოს გავსად არ მოიქცევა, უკან არ დაიხევს. ჰადესი უბრალოდ ხეცია. საერთოდაც ჰადესი 100-ას არ უყურს. როგორც კი დაინახავს, თავს ესხმის, მაგრამ იგივე რო ჰადეს დაემართოს, იმ ვიდეოსაც ვერ გადავიდებთ. ჰადესი უბრალოდ ხეცია. მე ვიცი, რაც დამემართება, მხოლოდ შენთვის. გარეთ საბელით უნდა გავაცდო, თუ ასე გინდათ, ასე გავაკეთებ, მაგრამ უშვება პრობლემა. მოდი აქ, ძია. ეხლა, ძია. 100-ია ზამაყოს. გადადი იყოს. გადადი ფაშა. ნახეთ, 100-ია მოენატრა, ძია, დაინახეთ. ახლა 100-ას მოენატრა. მე არაფერს მეუღლება, მაგრამ დიაბლოზე ძალიან გადაირია. შესაწყვილებლად რომ მივიღო, ამას არ მაძლევს ნებას, მეგობრებო. დღესაც თქვენთან ერთად. ვიფიქრე დიაბლო და 100-ია გამეცნო ერთმანეთისთვის და ვიდეო ჩამეწერა. რეაქციები. გამიკვირდა, რადგან ვფიქრობდი, რომ 100-ია ნებას დამთავრდა, სანამ ვიდეოს გადავიდებდი. არ დამთო ნება. გამიკვირდა, ანუ უფრო მეტიც, ამის შემდეგ, როგორც იცით, დიაბლო ძის დააგდო.
ანუ ნება რო არ დამთო, კაბრას და კიდეც. დიაბლომაც არ უპასუხა. სინამდვილეში დიაბლო აქ ცოტა წესიერი ძაღლია. იმას აკეთებს, რაც მამრ ძაღლს უნდა გააკეთოს. ესეც ასე უნდა იყოს ჩვეულებრივად. საერთოდ მადლობა ღმერთს, სერიოზული პრობლემების გარეშე გადავჭით, მეგობრებო. როგორც გითხარით, თუ გინდათ კომენტარებში დაწერეთ. შემდეგ ჯერზე ჰექტორსაც გამოვიყვანთ. 100-ას გვერდით მას დავაყენებ, ნახე. ამას არაფერს ეუბნება, ხო ხედავ? არაფერს ამობს და ინახე, იმიტომ რომ ის აქ არ გადაიღო. თავის მეწყვილედ მიიჩნია. ამიტომაც კიდევ შეხედე. 100-ას გვერდით სხვა მეწყვილი არ უნდა. მართლა პატივისცემას იმსახურებს. 100 წესიანი გოგო კომფილა, მეგობრებო. მიდით, ძალიან მიყვარხართ. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და არქზე გამოწერა. კარგად იყავით, ნახვამდის. ჯამთელად იყავით, მეგობრებო.